ვხედავთ ამჟამად მარნეულში მიმდინარეობს ტასუას სამგლოვიარო მსვლელობა. დღეს მუსლიმი შიიტები იხსენებენ 72 წამებულ იმამს, მათ შორის იმამ ჰუსეინს, რომელიც მოწამეობრივად დაიღუპა ქარბალას ბრძოლაში და ისინი სწორედ ამ სამგლოვიარო მსვლელობებით გამოხატავენ თანაგრძნობასა და პატივისცემას იმამ ჰუსეინისა და მისი თანამებრძოლების ხსოვნის მიმართ. როგორც ხედავთ, მიმდინარეობს ტასუას მსვლელობა, მორწმუნეები დაიძრნენ აჰლი-ბეითის შენობიდან და მიემართებიან იმამ ალის სახელობის მეჩეთისკენ. მარნეულის მუნიციპალიტეტში მუჰარამისთვის მე-9 დღესთან დაკავშირებით ტასუას სამგლოვიარო მსვლელობა გაიმართა. მსვლელობა, რომელმაც დაახლოებით 3 კილომეტრი მოიცვა საქართველოში მუსლიმთა რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რამდენიმე მეჩეთის ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ იმამ ჯუმა ჰაჯი ჰაჯიევი, ჰაჯი რასიმ მამედოვი, სეიდ მիր ისმაილ ასადოვი, თეოლოგი ჰაჯი ალი ალიევი და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. როგორც იცით, ყოველ წელს მუჰარამის თვის მე-9 დღეს მარნეულში ტასუას სამგლოვიარო მსვლელობა იმართება. ეს მსვლელობა მსოფლიოში ცნობილია როგორც თავისუფლებისა და სამართლიანობის სიმბოლო. აშურა და ტასუა მნიშვნელოვანი რიტუალებია. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ადამიანი შეუერთდა ამ მსვლელობას. ძალიან მნიშვნელოვანი სამგლოვიარო რიტუალებია აშურა და ტასუა. შიიტი მუსლიმები გლოვობენ იმამ ჰუსეინის მოწამეობრივად დაღუპვას. იმამ ჰუსეინი სამართლიანობის სიმბოლოა. აღსანიშნავია, რომ სამგლოვიარო ღონისძიებაში ათასობით მორწმუნემ მიიღო მონაწილეობა. ამ დროს აღმართული იყო საქართველოს დროშები. ასევე მონაწილეებს ხელში ეკავათ იმამ ჰუსეინისადმი მიძღვნილი დროშებიც. მსვლელობა იმამ ალის სახელობის მეჩეთთან დასრულდა. გლოვის შემდეგ მეჩეთის ახუნდმა იმამ ჯუმა ჰაჯი ჰაჯიევმა ისაუბრა ტასუას მნიშვნელობაზე, მის სულიერ ღირებულებებსა და ფასეულობებზე, ასევე ქარბალას მოვლენებზე. მან აგრეთვე მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც მსვლელობის დროს წესრიგსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. ამასთან ჰაჯი ჰაჯიევი გამოეხმაურა ბოლო დღეებში მარნეულში გამართულ სამგლოვიარო შეკრებებთან დაკავშირებით გავრცელებულ შეფასებებს. დღეს ზოგიერთი ადამიანი ცდილობს ამ წმინდა ტრადიციის სახელით საკუთარი პირადი და მცდარი მიზნები განახორციელოს. თუმცა მადლობა ღმერთს, ჩვენი სკოლა ეფუძნება გონიერებას, სამართლიანობას, ადამიანურ ღირსებასა და ჩაგრულთა მხარდაჭერას. სწორედ ეს არის ჩვენი რელიგიის მთავარი პრინციპი და ის ღირებულებები, რომლებსაც ერთგულად მივყვებით. დღეს ნათელია, რომ ზოგიერთი ადამიანი სოციალურ ქსელში აქტიურად ცდილობს რელიგიისა და სახელმწიფოს თემით სპეკულირება მოახდინოს და ეს საკითხი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს, თუმცა ისინი თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწევენ, რადგან აშურასა და ტასუას რიტუალი ჩვენს საზოგადოებაში 10 წლეულია არსებობს და ამ ხნის მანძილზე მისგან არანაირი საფრთხე თუ დაპირისპირება არ წარმოშობილა. ის მხოლოდ სოლიდარობის, თანაგრძნობისა და სულიერი ღირებულებების მატარებელი იყო. როგორც ხედავთ, ტასუას მსვლელობა იმართება. ვიხსენებთ იმამ ჰუსეინისა და მისი თანამებრძოლების მოწამეობრივად დაღუპვას. ათასობით მორწმუნე შეუერთდა ტასუას მსვლელობას. სხვადასხვა კუთხიდან მოვიდნენ და გაიხსენეს იმამ ჰუსეინი. იმამ ჰუსეინის გზა უკავშირდება სიკეთესა და სიყვარულს. ის მოწამეობრივად დაიღუპა ქარბალას ბრძოლაში თავის თანამოაზრეებთან ერთად. ამიტომაც ჩვენ დღემდე ვიხსენებთ მათ და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. დღეს მუჰარამის თვის მე-9 დღეა და ხვალ არის მე-10, ანუ აშურას დღე. იმედი მაქვს ამ წმინდა თვეში ღმერთი ყველას ვედრებას შეისმენს. აღსანიშნავია, რომ ტასუას სამგლოვიარო მსვლელობა მარნეულში წელს 27-ად გაიმართა. ტასუა მუჰარამის თვის მე-9 დღეს აღინიშნება და შიიტური მუსლიმური ტრადიციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, რომელიც უკავშირდება იმამ ჰუსეინისა და მისი თანამოაზრეების ხსოვნის დღეებს.